მართლა დაგლოსოთ გაგაძლიეროთ სულიერი წინსვლა მოგმარდოთ კვლავ სახის კურთხევის დროს ვხვდებით ერთმანეთს და კვლავ ვევედრებით ღმერთს რომ მოგცეს მეტი ძალა რომ მეტი შევძლოთ ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩვენ უფრო მეტი ვიდრე გონი ამიტომ ლოცვაც ეს არის რომ ჩვენ რაც არ შეგვიძლია რაც ვერ შეგვიძლია უფალმა შეგვაძლებინოს უფრო მეტი შეგვაძლებინოს ბევრად მეტი ვიდრე გონია რომ შეგვიძლია და ყოველთვის ლოცვა გულისხმობს იმას ღვთაებრივი რიტუალი გულისხმობს თუნდაც სახლის კურთხევა თუნდაც სხვა რიტუალი გულისხმობს იმას რომ ადამიანს უფრო მეტი რესურსი აქვს ღვთისაგან მიცემული და რეზერვი აქვს მიცემული ღვთისაგან და ზურგი აქვს ღვთისაგან რომ მეტი შეძლოს და მეტი გაქაჩოს უფრო თავის ცხოვრებაში და ამისათვის გზა ხსნელია ღვთის საიდებელ სულის საცხონებელ საქმეებში ეს არ არის უბრალოდ ხმამაღალი ნათქვა ეს საფრთხო რეალობა არის რასაც ვამბობ ეს არის ჩვენი ცხოვრების რეალობა რომელშიც ჩვენ ვართ მონაწილე და ჩვენ ვართ არა უბრალოდ პასიური მონაწილე არამედ ჩვენ ვართ მთავარი მოქმედი გმირი და მინდა გისურვოთ რომ ყველა თქვენი ძალისხმევა ყველა თქვენი მიერ დაცეთესილი სიკეთე აღმოცენებული იყოს ნაყოფი გამოიყოს და ამაოდ არ ყოფილიყოს და არც იქნება ამაოდ არ დაკარდავს თავის გზას ხო სიკეთე გაკეთებული და დახვდება წინ აუცილებლად რა თქმა უნდა ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ახსილი ღვთის შიშით ღვთისადმი მოწიწებით მოყვასისადმი სიყვარულით საკუთარი თავისადმი მეტი მოთხოვნებით მეტი ესე ვთქვათ დისციპლინით საკუთარი თავის გამოსწორებისა სინანულის ფონზე თვით შემეცნებით შემეცნება სამყაროსა და შემეცნება საკუთარი თავისა ეს ერთმანეთისთან დაკავშირებული პროცესებია ერთი რეალობის ორი ასპექტი და ერთი მედლის ორი მხარეა შემეცნება სამყაროსა და საკუთარი თავის ზუსტად ხდება და აღესრულება ქრისტიანული ცხოვრების კონტექსტში ხდება და აღესრულება ქრისტიანული მსოფლმხედველობის შეგრძნების რუქის სრულ ხედვაში და ჭვრეტაში და მის სრულ ასე ვთქვათ გაცნობიერების მისი სრულად გაცნობიერების პროცესში ამიტომ მოდი ჩვენი ცხოვრება დაწყებული სახლის კურთხევით რომელიც დღეს აღოსრულებდა ოჯახს უსურვებ ხელთ ხართ და უსურვებ ყოველგვარ სიკეთეს და უსურვებ იმას რომ ეს ჩვენი ცხოვრება ყოფილიყოს არა მხოლოდ რაც ვთქვათ არსებობის ფორმა ან ყოველი დღის სიმძიმის გადალახვის ფორმა და არამედ უფრო მეტი როგორც თავში აღნიშნე უფრო მეტი მოთხოვნები წამოყენოთ ჩვენს თავს მეტი შეგვიძლია უფრო მეტი სიღრმისეული ესე ვთქვათ დავალებები მივცევთ ჩვენ თავს გლობალური დავალებები ის რომ შევიცნოთ ჩვენი ჯვარდირთულობა სამყაროში ჩვენი ადგილი ღვთისაგან ჩვენთვის არაყოფიერი და ყოფიერში მოყვანის მიზეზი და მიზანი რისთვის ვართ რანი ვართ რისთვის უნდა ვიცხოვროთ რა უნდა გავაკეთოთ და რისთვის ცხოვრობთ ამისათვის კი დიდი თავის დამდაბლება მოგვიწევს დამცირება კი არა დამდაბლება ღვთის წინაშე თავი დავამდაბლოთ რა თქმა უნდა თუ რაიმე ვაპირებთ და რაიმეს გაკეთებას სიკეთის ვაპირებთ ყოველთვის უნდა ღვთისაგან კურთხევა ავიღოთ მოზღვრისაგან კურთხევა ავიღოთ დავიწყოთ ქრისტიანული ლოცვით ჩვენი ცხოვრება და ის საქმე რასაც ვაკეთებ და ვაპირებ და აუცილებლად ის წარმატებით გამოვა. დამდაბლებულ ადამიანს აუცილებლად გზა ეხსნება და კარები მის წინაშე დაბკოლოები და კარიბჭეები თვითონ იღება. მფარველი ანგელოზი მას ეწევა. ნურავის გონია ეს მქონდა მხოლოდ საღვთისმეტყველო შედარება და ალეგორია. არამედ ეს შესაძლებელი და უამრავჯერ ჩვენს ცხოვრებაში, თქვენს ცხოვრებაში დადასტურებული რეალობის დამადასტურებელი და დადასტურებული რეალობით დადასტურებული ფაქტებია, სულიერი რეალობით. ჩვენ უამრავჯერ გქონია შემთხვევა და განცდა იმისა, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ მარტო, არამედ უფალია ჩვენთან და ჩვენ გვეხმარება. რადგან ჩვენ ღვთის ხატება ვართ, ხატება მოგვეცა იმისაც, რომ დავალება მსგავსებისა შევასრულოთ და ეს მარადის დავალება ყოველთვის ჩვენ წინაშე იდგება, აქაც და იქაც, ყველგან და ყოველთვის. ამიტომ აქ მოგვეცა შანსი მიწიერ ცხოვრებაში, ამ ზუსტად ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, აქ ამ ჩვენი საქართველოს ასე ვთქვათ დროისა და სივრცის რეალობაში და გადაკვეთაში მოგვეცა ვიცხოვროთ ისე, რომ ვადიდოთ უფალი და სულის საცხონებლად და ღვთის სადიდებლად და ვეცადოთ გამოვასწოროთ, როგორც აღნიშნე, ის რეალობა, გამწმინდოთ ჩვენი გული, გონება, სხვა შემეცნების ორგანოები, სხვა შეგრძნებები, გამწმინდოთ ჩვენი ყველა უნარჩვევა, რაც ღმერთმა ჩვენში ჩადო. ჩვენი პიროვნება მთლიანად, სული სამშნელი სხეული.
და ამ განწმენდის პროცესში ჩვენ გვეწევა ღვთის მადლი და ღვთის მადლი ჩვენზე მაკურნებელ და გამწვენდელ ზეგავლენას ახდენს, რომელიც საოცარ მეტამორფოზას აღასრულებს და ჩვენი სულიერი ჯართი ბაჯაყლო ოქროთ გარდაიქმნება. ჩვენი ის შლაკები, ის სიმძიმე, სიბინძურე, ის შინაგანი ნალექი, რომელიც ახლავს ჩვენს შემეცნების ორგანოებს, რომელიც გვიშლის რეალობის სულ შემეცნებას, ეს სიბინძურე და ეს ჭუჭყი, რაც არის მათ გასწვენს, დასწვავს და გასწვენს მადლი ღვთისა. შეეხება რა ზიარებათ უნდა ცხოვრ, შეეხება რა ბაგეთა ჩვენთა, უჟლოებთა ჩვენთა მოგვიტევს და ცოდოთ ჩვენთა გასწვენს და აი ეს მინდა გისურვოთ ამ ოჯახს თქვენს ყველა. ვისწავლოთ ღვთისაგან. ვისწავლოთ რომ უფრო მეტი გავხდეთ ვიდრე ვართ. ერთი შეხედვით ადამიანი თითქოს ჩვეულებრივი არსებაა და თითქოს იმაზე მეტი არ შეუძლია, რაც თითქოს რუტინულსა და ტრივიალურ ჩვენს წარმოდგენებს შევია, რომ მასზე ვიფიქროთ, მაგრამ ალბათ რომ მეტაფიზიკური მზერით ქრისტიანული დოქტრინით შეიარაღებული, მართლმადიდებლური სწავლებით შეიარაღებული მზერით შეხედავ ადამიანს, აბა როგორი იქნება, სულ სხვანაირი რაკურსით თუ შეხედავ აი ამ რაკურსით, სულ სხვანაირად განიჭვრიტება და სულ სხვანაირად ჩანს ადამიანი. უფრო ბევრად დიდი ჩანს ის თითქოს და ჩვენთვის ჩვეულებრივად დანახული არსება, რომელიც ჩვენ თუ კი მას შევხედავთ ასეთი სულიერი მზერით, მასში სულ სხვა რაღაც გამოანათებს, აი ეს ხატება გამოანათებს. ამიტომ ყველა ადამიანს უნდა შევხედოთ სულიერი მზერით, მეტაფიზიკური მზერით, რომ მისი მიუწვდომლობა მასში და ადამიანსაც ბოლომდე ვერ შეიწმეცნებ, ხომ? აი ადამიანის შემეცნებას ბოლომდე არა თუ ღვთაებრივი რეალობის, არამედ ადამიანის შემეცნებას, ჩვენი ძმის, დის შემეცნებას ბოლომდე, ნაცნობად შეიძლება და უნდა შევებესოთ, მაგრამ ბოლომდე შეუძლებელია, რადგანაც ყველა ადამიანი მაინც უნიკალური ღვთაებრივი ხატებაა ღვთისა და მსგავსების მისაღწევის დავალება. ამიტომ მას შეიცნობ, შეიმეცნებ, მაგრამ ნაწილობრივ რაღაცა მაინც მიუწვდომელი და ასე ვთქვათ, რჩება ჩვენთვის რაღაცა ნისლში და მისტიკური რჩება მასში. ყველა ადამიანში არის ეს რაღაცა შეუცნობელი და იდუმალი. ამიტომ შეხედე ადამიანს და შევხედოთ უფრო სულიერი მზერი და მასში უამრავ სიმდიდრეს დავინახავ. თითქოს და არც დაეტევა და ვერც დაეტევა იმ ტერიტორიაზე ადამიანის სრული ფორმატით რო დაინახო, თითქოს რომელსაც ჩვეულებრივი მზერით უყურებ და გონია რომ ის პატარა არსებაა, რომელსაც ორი ფეხი, ორი ხელი, ორი თვალი და ამ შემდეგ აქვს და ეს ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად და ზედაპირული მზერით აღსაქმნელად მიგაჩნია. არა, ის არის საოცარი ქმნილება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც ადამიანი, რომ ადამიანს შეხედო და მისი სული, ასე ვთქვათ, ფორმატი დაინახო, ეს მიკროკოსმია. ეს არის ყველაფერი, მთელი მაკრო სამყარო ჩადებულია კოსმი ჩადებულია მიკროკოსმში, რაც მსოფლიოში, რაც მთელ სამყაროში ადამიანშია ჩადებული. იგი თითქოს სამყაროს მოდელია, ესე სიმბოლურად რომ ვთქვათ, ხო? ამიტომ კლავ მინდა ეს სიყვარული სარწმუნოება, სასუება, იმიტომ არის სამი საღვთისმეტყველო სათნოება მთავარი და ყველაზე ძლიერი. სარწმუნოება, სასუება, იმედი და სიყვარული. რომ ჩვენ სწორი მართალი ცხოვრებით, მართლმადიდებლური, ესე ვთქვათ, სოფლის შეგრძნებით და სოფლხედველობით უღრმესი შემეცნებით ჩვენი ცხოვრების ჯვარფერთველობისა ფიქრით იმაზე თუ რას გვაძლევს სახარება რა, რუქას გვაძლევს რა, ასე ვთქვათ, მისტიკურ დავალებას გვაძლევს ჩვენი ცხოვრების ლოკალურ, ყოველდღიურ ჯვარფერთველობაში. ვეცადოთ გავხდეთ უკეთესი ვიდრე ვართ და იცის უფალება ყველაფერი და მოგცემს ყველაფერს. ვიდრე ჩვენთან არის იგი ყოველთვის და მისი ღვთაებრივი ნათელით ანათებს ჩვენს ცხოვრებას. მთავარია ჩვენს დავილაყოთ, ვიხილოთ იმ სულიერი მზერით გავჩერდოთ და ვეცადოთ რომ აღვასრულოთ ჟულიგი ქრისტესი, მორჩილებით, დამდაბლობით, სარწმუნოებით, იმედით, სასუებით და სიყვარულით. რასაც ყველას გისურვებთ. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა.